მზის ჩასვლისას ჩვენს ტყეში ზეიმი დაიწყება. გათენებამდე იზეიმებენ ხისულები. ისინი წელიწადში ერთხელ დიდი ხუთშაბათის ღამეს ხეებიდან გამოდიან და მზის ამოსვლამდე მღერიან და ცეკვავენ. ადგილის დედაც იქ იქნება მთელი ტყის მბრძანებელი. იქვე იქნებიან ბრძენი იალთამზე და ტყის განძის მცველი ჯუჯა მეომარიც. მხოლოდ მონადირე იბრუხი იხეტიალებს მთელი ღამე სარკმელო საშონელად. იბრუხს ისეთი მადა აქვს ჩემი ჯადოსნური კვერთხი რომ არა მთელი ტყის ნადირ ფრინველს ერთბაშად გადასალსლავდა. აი ეხლაც სანადიროდ არის გამოსული. აბა ჩემო ფეხმარდო ტახო ტყე შემოურბინოთ და საფრთხის მოახლოება ვამცნოთ. შევისათი მძინარე ხარ ბოლოს იბრუხის თუკმა გახდები. გამაგრით. თქვენ საფლობელოს მონადირე იბრუხი უახლოვდება. შევდიეთ. ეგრე ყველამ ერთად. კარგია. მაგაიწმინდეთ. დღეს ძმები ბრუნდებიან დათმულ ადგილზე. 12 წლის წინ ქვააკვანასა რო გაეყარნენ და ხელობის შესასწავლად გაეშურნენ. ხო კარგად ხარ ძმაო შეგვირიმე. არის ნახო აქ არის აბა ძმებო პირობა ხომ გახსოვთ ვინც უკეთესი ხელობა შეისწავლა აიღოს გასაღები და მამა პაპისეული სახკარი მშვიდობით მოიხმაროს ჯერ ღამის გასათევად დავბინავდეთ დავისვენოთ ისე ვარ დაღლილი ხელფეხის განძრევა მიჭირს
ჩემი ფოთლებიდან გამოსწორულ წვენში ვინც იწვრთობა, ცეცხლი არ დასწო. ჯერ შემოსული არ ვარ. ნუ მომწყვე. უმწიფარია. ჩემ ყვავი კაცრა ახალ და საგუნდო საქმეებში ჩააგდენი. ამ კაცს ეტყობა თავისი საქმის კარგი ოსტატია. ეხლა ვნახოთ ფუტკრებისაგან დაკმენილი ბრუხი რა დღეშია. შენ ქანდრის ჭალაში მგონი ხარ. ხომ არ დაგავიწყდა დღეს დიდი ხუშაბათი რომ არის? ფერიებსაც ეკო არ გინდა? სადაც თაზე იმი დაიწყება. დამეცეკვება შეხძუფებერო. კუჭი შემშილით მიხმება. სულ უნდა მდიო. შენ რატომ არ ახარ ქანდრის ჭალაში? ასე რამ გაგადიდგულა რეგვენები ბრუხ. ხომ არ გონია ჩემი კვერთხი სამუდამოდ დაიკარგა. მართალცა ბობ. ალიონზე. თელი ტყის ნადირ ფრინველს შევყრი და ვაპოვნინებ. ალიონამდე დიდი დროა უჩოპინდრე. ალიონამდე მრავალ ნადირს მოუღებ ბოლოს. ნადირობა შენი მურდალი ხორი დალვიწყებ. ვაი მაგერამ კალავინა გაიხმოს აპურატო შენა. ერთი ყლობი მოსული. ძალა შეგმატებს და გაგამხნევებს. ჯერ შენ დალია ძმაო. წყალი უმცროსისაა. ეს წყალი არ არის. დაღლილობის უებარი წამალია. ეს რა დამალევინე ძმაო. ასე მგონია მთას მოგლეჭი. წელი თავდაუზოგავად შრომობდი. მისან კომნალობა და ყოველგვარი გრძნეულობა შევისწავლე. შენ კი არ გინდა ძალღუნის მომატება? დალი. მართო შემიშველი. ბიჭოს? ხელობა კარგი გისწავლია. მუშაობის ხასიათზე მოვედი. ეს რა არის? ყველაფერი დაკპატარებები და შემოგლეჯია. აბა გაიხადე? დროზე, ხომ ხედავ ღამდება? რასადი ხარ? დაწმართი ყველაფერი რიგზე იქნება. ჩაიცვით, მაო. ჩქარა, მიდი. თათლად, ბიჭო. ჩემის თანათერძი. ამ ქვეყანაზე მეორე არ დაიბადება.
რა სიტყვით? ა? ვაიმე? ამის გათევას სად ვაპირებთ? ამ ღურღუმ დღეში? კლდეზეავა. იქნებ მოსახლე დავინახო, ვინმე ღამეს გაგვათევინებს. ვერახვა. აი ამ გამხმარ ხელს ხომ ხედავ? ახლა ჩხილკედელაობის დროა? გელი იყო? შეგაგუგეთ. გლებს აფრთხოს. იყვირე ძმაო, იყვირე. არაფერსაც არ ვიყვირებ. გინდა მგლებმა შემჭამონ და გინდა ტურებმა. შიშს გულთან უმიუშვებ. შიში ცუდი თანამგზავრია. ეხ ძმაო, შენ რიხით იმიტომ ლაპარაკობ, მინდვრის თაგვივით უქონელი დაბრუნდი. და დასაკარგი არაფერი გაქვს. აი მამა პაპისეულ სახკარს რომ დავეპატრონები, მერე ვნახოთ ვინ იქნება მინდვრის თაგვივით უქონელი. სახკარს ის დაეპატრონება, ვინც უკეთესი ხელობა შეისწავლა. ჩემნაირი დურგალი არც ჩემამდე ყოფილა და არც ჩემ შემდეგ იქნება. იმისთანაც ცეცხლი დავინახე რომ დროზე წავიდეთ. თანდრის ჭალაში აპირებენ წასვლას. შეიძლება ხელმწიფის ქორწილში ამოვყოთ თავი. საწყალი ხელმწიფე. ქორწილის გასამართავად უკეთესი ადგილი ვერ უშოვია. რატომ ავყევით თქვენ ჭკუას? რომელი გოლიათები ჩვენ ვიყავით უღრან ტყეში რომ დავთქვით შეხვედრა? ადეთ მოვწავედით. მე არსადაც არ წამოვალ. ვიცი ხათაბალაში ჩამაგდებთ. ადექი ძმაო, ადექი. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ბრძანებდა. ერთად გილაჯდომა და უმოძრაობა კაც ბალღამს მატებს. გულსა და სტომაქს შეუკრავს. წამოდი ძმაო. ვერ წამოვალ, მეშინია. ვაი, ჩემო სახკარო. მე ვირსება ოდეს მე შენი ნახვა. გლებო, ხიად. ნიერი დღეა ეს დიდი ხუჩავათი. ეხლა ნახეთ როგორი ამბები დატრიალდება განდრის ჭალაში. ბრძანე ოჯოპინტრე. თანდრის ჭალაზე სამი კაცი მოდის. მალე ჭალაში იქნებიან. კარგი ამბავი ვერ მოგვიტანე ოჯოპინტრე. ჯერ ნუ გაამხელ. და იზე იმონტყის ულებმა სანამ ჭალაში ადამიანები შემოვლენ. მე საგანდოს მივხედავ დედოფალო. ვაიმე. ქანდრის შარას უდარაჯე. თუ ადამიანები გამოჩნდნენ, ზეიმის დამთავრება გვამცნო.
ისრიალებთ. სირიალი. გაგიმარჯო და ისრიალებთ. იცოცხლე. გამოზღმეთ მასში გარგო. კოშ. ამ დღეში ყველაზე ღონიერი ვინ არის? მონადირე იბუქი. მე რასაკეთებს ასეთ მონადირე იბუქი? აგეიმლობს. თიდან დააგორებს. მე სულს შეუშვერს და ესე უკან ააგორებს. აბა ჩვენ დავსაბოთ. ის არის მტიოდანა მომიჩინა. მართლაც უმდიდებულად გიზგიზებს. აი ადამიანის ჭაჭანება კი არ ჩანს. რა თქმა უნდა ეშმაკის ხელი ურევია. ეშმაკი ცეცხლს, ჯვარსა და ორლესულს ერიდება. შიში ცუდი თანამგზავრია. შიშარა კაცი დღეში 9 ჯერ კვდება. რას უძუნებ ამ ცეცხლს? ცუდად ათხოვს თუ ცუდად ანათებს? მეტისმეტად კარგად ათხოვს და მეტისმეტად კარგად ანათებს. ესეც შენი ხელმწიფის ქორწილია. ქორწილებსა და ნათლობებსაც მოვესწრებით. ახლა ამით გავიდეთ იოლად. ამაღა მეგრე უნდა იდგე? მოშინაურდი კაც. მოიხსენი ეგ მაგრატელი, ეგ მამალით დასვი სადმე. ალესილო თანაო, მამლის კისეთ თანაო. ამამალს მე საკუთარი თავი ვიტუფხილები. უყური ამას. ეგეთი რა მამალია ჭიანურზე დაგვრა იცის? დაგვრა რა ყივილი იცის? კანთიედის ეს მაგვიძებს. მუშაობას არ ვწდები. ეს მომალი რომ დასაკლავად მემეტებოდეს. კაში ჭირი. წავალ ცოტა შეშას მოვიმარაგე.
უშვებე, დედოფალო. დაგვიხსენე გულქვა ადამიანისაგან. იარავის სიმთობს. რომელი ხეც მოეწონება, ასვით სულით კლავს. ოჩოპინტრეს და იბრუხს დაუძახეთ. ოჩოპინტრე, იბრუხ! ოჩოპინტრე, იბრუხ! ოჩოპინტრე, იბრუხ! რას მივიტანე დედოფალო? მშია ოჩოპინტრე ბედნიერო ოჩოპინტრე მშვენიერო მომეცი შენი მოწყალება შენ დამწყებს ვნადირი ახლა მთვარემდე ბაჭის კუცას ვერ მიიღებ ამ თვეში რაც ერგებოდა სულ ერთ ბაჭას შესასვლადა ქანდრის ჭალაში ადამიანები დავინავდნენ. მათ სმენა აქვს და ჩვენსას ვერას იგებენ. ხედვა აქვს და ჩვენსას ვერას ხედავენ. ტყე განსაცდელშია. უხ, ისეთ ჭიშის დარს დავცემ. აქეთ გამოხედოთ ვეღარ გამეთო. შეჩერდი ოჩოპინტრე. შეუპოვარი ადამიანთა მოდგმა. დღეს რომ გააქციო, ხვალ ბევრნი მოვლენ და ტყეს გაანადგურებენ. დედოფალო მიბრძანე და სამივეს გავგმირავ. არა იბრუხ, ჩვენ მკვლელები არა ვართ. მაშინ როდესაც ადამიანებს სული არ ჰქონდათ, ხეებსაც ვერ ჰკლავდნენ. კარგად მახსოვს, ცეცხლს ხლოტოდებითა და გირჩებით ანთებდნენ. ტიტო? რა ხნის კრუხი ყოფილა? გონივრულად მსჯელობს იალთანზე. ადამიანების სული უნდა ვიყიდოთ. სულის ყიდვა შეიძლება. ფასეთ მოვლიგდით. რამდენსაც მოგთხოვენ, გადაუხადეთ. თავისას უფლებაში მგონია. შენსაც ეხარ? არა ძმაო. მე კარგად ვიცი რომ გურგუნტყეში ვარ და შეიძლება საიდანვე მგელიც გამომივარდეს. ჩახდეთ. ცეცხლიანთია და შეშა არ იწვის. შეშა რაც უფრო გამძლეა მით უკეთესია. არა ძმაო. მეტისმეტი არც გამძლე მინდა. მეტისმეტ მას იწმინდნენ ტრაპიზონი დააქციაო. არ გაგიგონია? მე თავიდანვე ვამბობდი ეს კოცონის სანდო არ არის მეთქი. ასურბანიფალის თელი ბიბლიოთეკა შევისწავლე. ზეპირად ვიცი ბრძენთ მთავარი სასაფანას კერტალისა და იადაგარ დაუდის შრომები. მაგრამ ასეთი რამ არც ერთ კარაბადინში არ მომიკითხავს. ნუ დაგწყებლოს ღმერთმა. ალბათ ცუდი სიზმარი ნახა. დავიძინოთ რა. ეგებ როგორმე გათენდეს ეს მოჯადოებული ღამე. თორემ შიშით გული გამისკდება. ნადირმა რომ არაფერი გვამნოს. მოდით რიგრიგობი დავიძინოთ. შენც გეშინია? კურნალი მეცნიერი უნდა იყოს. წინდახედული და ფრთხილი. მამლის პირველ ყივილამდე მე ვიყარაულებ. ტენიან მიწაზე დილით საფათოა. რაზაგეთ? ნასხები ტოტები მომიტანე.
მამლის პირველ ყივილამდე. დიდებული სათოლი მოგიქცევია ძმაო. რბილა და თბილა დავიდინეთ. რატო მარწვები ძმაო? სურნელოვანი კანა მოვიპოვე. ამის თესლი რომ დანაყო და მძინარე კაც პირზე მოაყარო. გულის პასუხს გეტყვის. ნაყავ? არა კაცო, ჯერ ადროს ამის დანაყვა მზეზე უნდა გამოშლეს. კიდევ კარგი. ნამდვილი შედევრია. ვინახარ? ოჩოპინდრე, ნადირთა მწყემსი. გეშინია? მე ვიცი, ვისაც ეშინია, რა გინდა? ვარი თქვი? აბა თუნი თომა მოგრები. გეხუმრე, ხუმრობ არ იცი. შევრიგდე. ბატონო. იფრაკალია? ხალე რა ხო? თუ გინდა ისე უორე. ცოტა აქეთაც გამოიხედე. ეგ ხალი მე გამოთალე, ციდან კი არ ჩამოფენილა. ეგეთი სული რომ მქონდეს, არა? ერთ ორ ასეთ ხალს. მეც გამოთლიდი. რა კი შენ იტყვი, არა? მოკიდე რა შენ სული. დახაწევი, მოკიდე რა. მაგ კომბასი ხომ არ გაგიცვალო. უხროა? დაიძაღლო. აბა რა გიგონა? მე ოქროს ბევრი მაქვს და ჭკუაც საკმარისი მომდევს. მაგ სულში თუ გინდა წონა ოქროს გადაგიხდი, თუ გინდა ჭკუას დაგარიგებ. ხმა მოიღე. ოქრო გიჩევნია თუ ჭკუა? ჭკუას რა თავში ვიხლით? თუ მინდრის თაგვივით უქონელი ვიქნები, ოქრო მირჩევნია ოქრო. მოგერი. სულის საქმე მოვაგვარე. ეხლა ვნახოთ განძის მცველი რა გუნებაზე დადგება. წინ კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველის. წეხან იალთამზეს ბებერი კრუხი რომ უწოდე, ალბათ უკვე გეგმას ადგენს სამაგიერო როგორ გადამიხადოს. ახლა რასაც გეტყვი ბალახმა და ფოთოლმაც კი არ უნდა გაიგოს. ხომ იცი მთელი დღე ოჩოპინტრეს ერთხელ. თვით ვამბობ. წავედი. მოიცა. გათენებისას, ზუსტად იმ დროს, როცა ადამიანის მამალი მესამედ იყილებს, ჯადოსნურ კოცონს ასაც შესთხოვა აგისროდება. შენი გულისა, შენი გულისა.
ხმართალს ამბობ. ხოლო იცოდი, კოცონის სიცოცხლეში მხოლოდ ერთ ცოვილს შეგისრულებს. მინდა დამალე გაცემდებოდეს. მოიცა, სად გარბიხარ, ჯერ არ დამიმთავრებია. არ დამიმთავრებია. როცა კოცურ შესრულილს შესთხოვ, ვინმე მამინი უნდა გითხრა, სხვანაირად ნატრო არ შეგისრულდება. არაჩი მომშვენიერო მზაჯაბოკო, მე ვერ დაგეხმარებ. ადგილის დედა არ მაპატიებს. შინაგ დამელოდე, მე ახლა მოვა. დღის განძის უმავაცის მცველს ჩემი უდაბლესი სალამი. სალამი დღეს სამჯერ კი არ უნდა. ისმენ. მე ეს მისმენ. ადგილის დედა მაგ გითხრა, ცული იყიდეო. Henry მოურიგდი. ტონო ოქროზე დავითანხმე. ანაღულე. ძირია. ოქროდან კი ნაერთია. ადგილის დედამ ბრძანა. ოღონდ ცული გამოართვით და რამდენიც მოითხოვს გადავხადეთო. შენ სანდოკაცი არა ხარ. საგანძურიდან ოქროს გატანას ვერ მოიწევ და საქმეს გააფუჭებ. არ შენახარ სანდოკაცი. ჩემი გულის გასახეთქად ზემოთ ოქროს გავატან. ჩამოიტანე თუ ლეხავ ტონოთ. იცი რა ზეთყვი? მე შენი შარისთავი არ მაქვს. თუ გინდა ჩეჭეკი, სანამ ადამიანს გავისტუმრე. თუ არ გინდა, კარგად მეყოლე. არ ჩეჭდე. ამ საქმეს შენ და დედოფალმა მოუარეთ. მე წავალ ჩემს სამწმენ სულს მივხედავ. ჯეჯეკი. შემოდი. თვალები დახუჭე. მომეც შენი ცული ავწონოთ. ცული ტარიანად ავწონოთ თუ უტაროთ? ტარიანად გაძლევ და უტაროთ, რად უნდა აწონო. აბაჩქარა აკრიფე და დროზე წადი. სანამ ვარსკვლავები შენთვის სასარგებლოდ არიან განლაგებულნი. ძალიან იაფად მოგიგე, ერთი წონაც უნდა მომცე. ჩემო ტყუილო ბებერო, შენ მარტო ხელა კაცი ხარ. ოქრო რა გინდა? ვერაფერში გამოიყენებ, ჯობია მე გამატანო. სამაგიეროდ ალმასივით სულს მოგცემ და შენ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებ. კარგი?
რა არის? მომეცი. ხმის წვეტა. ადექი. შენი ყარავლობის ჯერია. ეშმაკი, შეხედეთ ეშმაკი. ეშმაკია მოწყვეტილი ვარსკვლავით ქალია. ხისგან გამოვთალე. მე კი ჩემი გამემართა და შეხედეთ იმ ხეპრეს რა კარგი ხელი ქონია. დურგალ მამისთან მშვენიერი გამოგთალა. მე რაღაც ერთზი ვიქნები თუ შესაფერი სიტანის ამოსი ვერ შეგიგერე. ქალის სილამაზე რა არის თუ მას წესიერად არაცვია? დედოფალი ვით უნდა გამოგაწყო. ამაღამვე დაგიმტკიცებთ, რომ ჩემზე უკეთესი ხელოსანი ქვეყანაზე მეორე არ მოიძებნება. გეშინი არაფერს გავლებ. ნუ გეშინია შეგელანძალე. ნუ გეშინია. წითელი მელა. მურადათვი. სიასამური. გარეული კატა. სინდიოფანა. წავი. ფოცხვერი. ოი დედა რა სიმდიდრია. ოიცა. გაბისხელი. გაბისხელი. რა გინდა ჩემგან? დავანებე თავი. დავანებე თავი. დავანებე. გაბისხელი. ეს სიმდიდრე თუ შენია, ოღონდ მომისმინე. ოი. აჰა. ოი. აი ესეც. აჰა. 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 მომისმინე. ახლა რასაც გეტყვი. ბალახმა და ფოთოლმაც არ უნდა გაიგოს. გაიგე? აიგე.
აზრილობი ოდაოდეზე ხანდახანა ყვავდება მისი მაგოგან რომ აკოცოს გათენებისას მამალი რომ მესამედ იყილებს ტყის კაცი კოცონთან მოოდა ხმამაღლა დაიძახებს ოჩოპიტრეს კვერთხმა ჩადოსული ძალა დაკარგოს და უბრალო კომბლად გადაიქცეს მე უპასუხებ ამინ ეს საიდუმლო ბალახმა და ფოთოლმა არ უნდა გაიგოს ბალახმა და ფოთოლმა საიდუმლო როგორ უნდა გაიგოს მითხარით ერთი ბიჭი მაგოგას რომ აკოცოს ხანდა შენ ჭრილობას მიხედე ოჩოპინდრეს ჩვენ შევატყობინო იბრუხ ჯადოსნური გოცონის საიდუმლო შეუდგია ადამიანთან ბილი შეუგრავს მერე კანტიადისას მამალი მესამედ რომ იყილებს ჩემს კაცზე მუქრებიან ემუქრებიან ბევრი შეშეშია გროვოს ბევრი ვითომ სამწვანე უკვე განახლებული აქვს ალბათ სოფელია სადმე ახლოს შენ რაღაც ძილქუში დაგაწვა შეტურის შესაჭმელა იყივლე მეორედ იყივლა დაწეკი ძმაო დაისვენე ეხლა მეგიყარაულებ ბიჭოს სირიუს გზის ნახევარიც არ გაუვლია და მამლებმა უკვე მეორედ იყივლეს ნამდვილად მოჭადოებული ღამეა დამეწვა სიზმარში არა ვარ მოგვიწავს ღმერთის წილი ხარ თუ ადამიანის აქ რა მოგიყვანა ой მშვენიერო იუკარებლობა მართალია მშვენიერთათვისებაა მაგრამ არც ნამეტანი მედიდურობა ვარგა ალბათ ბედმა გიმუხტლა რომ ამ შუაღამისას ტყეში მარტო დადიხარ და თავს ხიფად შეიგდებ მითხარი რა გიჭირს რომ შენი ბედის სანაცვლო გავხდე ჩემი ძმების ნახელავია ბარაკალა თქვენს მარჯვენას ცოცხალი ადამიანი მეგონა თუ კი დურგალმა და თერძმა იმდენი შეძლეს რომ დედოფალს დაგამსგავსეს მე რიღას გრძნეული ვიქნები და ყოვლის შემძლე მკურნალი სული არ ჩაკიდგა ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ბრძანებდა რომ ადამიანის სხეული შეიცავს ჰარმონიულად შეზავებულ 4 ნივთიერებას სისხლს ბალღამს სევდასა და ზაფრას სისხლისათვის დიდხანს ნადუღი თავკერის ბადაკი ბალღამისათვის მიტოვებულ სახლში შეგროვილი ტვერი ესეც სევდა ლურჯი წეროს კუჩში მოპოვებული მარგალიტის ფხვნილი ზაფრა
ზარმაცი კაცის ბოსტონში მოძალებული სარეველა ბალახის თესლი. გეშველოს ოჩოპინდრეს კვერთხმა ჯადოს ნური ძალა დაკარგოს და უბრალო კომბრად გადაიქცეს. ამინ! ჩემი ბეწვეული ჩემი ბეწვეული ჩემი ბეწვეული ოჩოპინდრე! 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 ეძახდი? ეს რა გაგმართია? რანაირად დაკანდანება მხენა კაცი? გამაგრდი ოჩოპინდრე, ნადირობა შენი მუძალი ხორი დავიწყებ. ვაი! აი! 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 ფონი ცოცხლდება. ჩემი ოსტატობის ამბავი მთელს ქვეყანას მოეფინება. მომეჩვენა? ადამიანი რაზედაც ფიქრობს, ისე ლანდება. კარაბადინების კითხვასა და ყოველგვარი მეცნიერების შესწავლას შევალიე. დურგალმა და თერძმა უნდა მაჯობონ? ნუ თუ რაღაც შემეშალა. შრომის მოყვარე ადამიანი გულწრფელად რასაც მოინდომებს, უსათუოდ შეუსრულდება. შრომის სიყვარული არ მაკლია. იქნებ გულწრფელი არა ვარ. ნამდვილად ასია. როგორც კი სახლკარის დასაკუთრებაზე გავიფიქრებდი, ხელი მეცარებოდა. ვინც დიდი საქმის გაკეთებას განიზრახავს, გული და სული ამ საქმეს უნდა მისცეს. და სხვა ყველაფერი დაივიწყოს. შრომის მოყვარე ადამიანი გულწრფელად რასაც მოინდომებს, უსათუოდ შეუსრულდება. 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 არ არსებობს ისეთი ბედნიერი ადამიანი, როგორც დიდ საქმეში გამარჯვებული ოსტატი.
შენ ის არა ხარ წაღარო გამოგთალე. ჩემი გამოთლილი ხარ. იცოდეთ სხვისი ქონების მისაკუთრება უმოკლესი გზა ჯოხეთისაკენ. გაპრებს ნუყვები ძმაო, შენ რომ გულაკ მახვინავდი, მაშინ მევიდექი და ამქავთლიდი. არ გამოხვალ? არა. სული შენ ჩაუდგი ძმაო? ისე მთლად დალაგებული ვერ არის. რატო? არ შეიძლება. რატომ არ შეიძლება? რატო სნურიკოვთან ხომჯერ არ დამხრა? ქვის ქვეშ რომ მოყვა ის ნერგია. მეშინი მოგეშინი ჩვენთან იქნები სულ ნაირ კაბებს შეგიკერა მაგას ტყეში უნდა თავის დებთან და ძმებთან ეტავი არ მომეჭრა ალდის ხემინდა ვიყო ამინ საოცარი ღამე იყო. ჩვეულებრივი ხიდან ცოცხალი ქალი გამოვთალეთ თავის სიზმარში მგონია. გამარჯობათ. ხომ დიდებული ზეიმის მოწმენი გახდით?
ბუნება თავის საიდუმლოს მხოლოდ საუკეთესო ოსტატებს უბრალს. მომილოცავს. თქვენი საქმის საუკეთესო ოსტატები ყოფილხართ. ათული. ვიცი, ამის შემდეგ ხებს განურჩევლად აღარ დახოცა. სულ გამოვიწდა. ფეხი ქონდა მოარნილი. გაუსწორე, მაგრამ მაინც ვერ დათის. იქნებ შემიშველო, ჰა? ვინ იყო? როგორი შემოგლეჯილი ტანსაცმელი ეცვა? ოჩოპინდრია ნადირთან წყენს. წუხელ სიხარბემძლია. ბევრი ოქრო მომიდონე და კინაღამ ეს ჩემი ცულით თან მივაყოლე. გული მწდება. იმ კაბას მეორე მკლავი რომ ვერ მივაკერე. მესულელმა სხვის ბეწვეულს დავადგი თვალი და ყველაფერი ამის ბრალი. ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი ხელობაა, ძმებო. ერთად თუ იქნებით, შეუძლებელ შევძლებთ. აცნო, გასაღები როგორც უფროს ძმა შენ გებარებოდეს. ჯადოსნური ღამე გათენდა. ერთი წლის შემდეგ ისევ იზეიმებენ ტყის სულები. ეხლა კი, როგორც ზღაპრის წესია, ისე დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ქვილი აქა.